ლანჩის მერე ცოტა რთული არის ხოლმე კონცენტრაციის აღდგენა, ბევრი ეხა შემოდის, მაგრამ ვეცდები რომ თქვენი ყურადღება ისევ მივიპყრო საინტერესო თემით. ჩემი თემის სათაური არის მარკეტინგი, როცა კონკურენტები მილიონებს ხარჯავენ და ბუნებრივია რომ ჩემი გამოსვლის დროს მომიწევს ჩემ კონკურენტებზე საუბარი, მაგრამ ვეცდები რომ მათი კომპანიის სახელები არ თქვა, იმიტომ რომ მე რამე პრობლემა არ შეიქმნას, უკვე გვიჩივიან კიდევაც კონკურენციის აგენტოში რამდენიმე საჩივარი შევიდა ჩვენზე. მოკლედ, მაგრამ მიგახვედრებთ საბოლოო ჯამში ძალიან კარგად იცით ეს ამ კომპანიების შესახებ და მოკლედ ისე გავაკეთებ, რომ რამე შარი არ შეიქმნას, ერთი წუთი. всё. ხო, როგორც გამოაცხადეს, მე ვარ ახალი ქართული ტაქსის აპლიკაცია რაშის დამფუძნებელი, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივი რამე არის და გამომდინარეობს იქიდან, რომ სადღაც წელიწად ნახევრის წინ, როცა მეგობრები ვსაუბრობდით, ვამბობდით ხოლმე, რომ მუდმივად გვაქვს გულისწყრომა ყველას, რომ ტაქსის აპლიკაციებს და ტაქსის სერვისს ალბათ ბევრი თქვენგანი იყენებს და გვაქვს ხოლმე ეს გულისწყრომა, რომ ვიყენებთ თქვათ რუსულ აპლიკაციას, რუსულ სერვისს, რომელიც არაერთ სკანდალში არ გახვეული და ვიცით, რომ ჩვენი მონაცემებიც საფრთხეშია, თქვათ მუშაობის სამუშაო გარემოც თქვათ ძღოლებისთვის არ არის თქვათ სახარბიელო და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოკლედ ამ ერთ კომპანიას და მეორე კომპანიას ბევრი უჩივის და ამბობს ხოლმე, რომ ზედმეტად ძვირია რა და ამიტომ გვირჩევნია ჩვენ ისევ იაფად ვიმგზავროთ, იაფად მივიღოთ ის სერვისი, რაც გვინდა და დავრჩეთ ისევ იმ რუსულ სერვისზე. ამიტომ ჩვენ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ აი ამ мотивაციით, რომ ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ შეიძლება ბაზარზე გამოხსნეს აი ამ ორ დომინანტ შორის ნათელი წერტილი, რომელიც იტყვის, რომ იგივე ფასებით, უკეთესი სერვისით ჩვენ მოგცემთ იმ შესაძლებლობას, რომ აღარ გამოიძახოთ, აღარ გამოიყენოთ რუსული სერვისები და მოდი ყველამ დავამტკიცოთ, რომ ქართული სერვისით შეიძლება იყოს უკეთესი მოთამაშე ბაზარზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 1 წლის წინ მუშაობა უკვე აპლიკაციებზე და ამ ხნის მანძილზე ჩვენ შევქმნით ორი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ალგორითმით და მუშაობის პრინციპით ორი აპლიკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში ნოლიდან ჩვენმა და ჩემმა თანადამფუძნებელმა გუნდმა ერთად დავწერეთ, ეს არ იყო რომ რაღაცა სოფტი ვიყიდეთ, მე გადავაკეთეთ და შემდეგ სულად ნოლიდან დავიწყეთ, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის საბოლოო ჯამში, როდესაც ავითვისებთ ქართულ ბაზარს, მე აუცილებლად უმიზნებთ სხვა ახლო აღმოსავლეთის ბაზარს, უფრო დავკონკრეტდები. ამიტომ იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს scalable, ანუ უფრო განვითარებადი, ყოველთვის ჯობია, რომ დიდი დრო მოვანდომოთ, მაგრამ ვიცოდეთ, როგორც მინიმუმ ვიცოდეთ კოდში რა წერია და როგორ განვვითაროთ. მე უკვე დავიწყეთ ბაზარზე შემოსვლა, მიმოვიხილავდით რაღაც სტრატეგიებს, როგორ შეიძლება და ხალხისთვის გაგვეცნო თავი, თან ვიცოდით, რომ რაღაც დიდი ბიუჯეტი არ ქონდა და ეხლა ვერ შევედარებოდით ჩვენ კონკურენტებს, ანუ თბილისს მაგალითად ბილბორდებით ვერ ავაჭრელებდით, ეს მინიმუმ ვიცოდით. ასევე ვიცოდით, რომ თქვათ მეტროებში და ასე შემდეგ ავტობუს გაჩერებებზეც ძალიან გაგვიჭირდებოდა ბევრი რეკლამის გაშვება, იმიტომ რომ პირადი ინვესტიციით დავიწყეთ ეს საქმე. და ვიფიქრეთ, რომ აუცილებელია კონკრეტული ნიშის დაჭერა და ის მთავარი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს, ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა. და ეს უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება ვიღაცამ ცუდად გაიგოს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატრიოტიზმი და საბოლოო ჯამში ეს ეთნიკური რაღაც შეგნება თუ რაღაც აი რაც გულში გვაქვს ყველას, ძალიან კარგად მუშაობს და ეს ისახება კიდევაც ჩვენი რეკლამირების შედეგებზე და ჩვენი პირველი რეკლამა ძალიან მარტივად, ძალიან დაბალი ბიუჯეტით, ჩემივე კამერით, ჩემივე გახმოვანებით გავაკეთეთ, აი ესეთი, შემდეგი თუ იქნება ვიდეო, არ ვიცი, ერთი წუთი. ვიდეო არ არის სამწუხაროდ. მოკლედ, ანუ შედარება არის, შეიძლება ვიღაცებს ქონეთ ნანახი, აქეთ არის პილმენი და ამბობს, რომ რატომ უნდა შეჭამო პილმენი, როდესაც გვერდით გიდევს ხინკალი, ანუ ალეგორია იყო, ასე ვთქვათ, რომ თქოთ ეს კონკურენტი არის პილმენი და ჩვენ გთავაზობთ ხინკალს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რაღაცა ძალიან ზედმეტად უტრირებულია, ძალიან გამარტივებულია და რასაბავშვო ბაღის შედარება არის. ბევრი კომენტარებში საერთოდაც გვიწერდა, რომ რუსული არ არისო პილმენიო და არის უკრაინულიო, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ ყოფილა, რომ ვიღაცისთვის დაგვემტკიცებინა, რომ აი ჩვენ ვართ რაღაცა საუკეთესო. ჩვენი მიზანი პირველ ეტაპზე იყო brand awareness-ი, ანუ ბრენდის ცნობადობა. და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ თუნდაც ამ რეკლამას გამოეწვია ორაზროვანი თქვათ აზრები, ვიღაცას ეთქვა, რომ ზედმეტად უტრირებთ, ვიღაცას ეთქვა, არა მაგარია და ძალიან ბევრი შექებაც დავიმსახურეთ და ასე შემდეგ. და ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ რაღაც ორაზროვანი და ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები გამოგვეწვია, რაც გამოგვივიდა კიდეც, რაზეც მეტყველებს ეს ღილაკები მერევა.
რაზეც მეტყველებს ეს შედეგი დაახლოებით $300 ჩვენ, ანუ ვინც მაგალითად ედის Facebook რეკლამაში ერკვევა, მიხვდება რომ ძალიან კარგი შედეგია, იმიტომ რომ ანუ ცენტის 10-ჯერ უფრო ნაკლებიც კი არ გვიჯდებოდა ერთი ადამიანის ჩართვა აი ამ კონკრეტულ ვიდეოზე, რაც გამომდინარეობს კონტენტ მარკეტინგიდან. ბევრი თulis რომ დიდ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ რაღაც $100,000 ბიუჯეტი და მათი მარკეტინგის მენეჯერები ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიუჯეტი რეკლამირებისთვის, რომ აი ჩვენ რაღაცა ვთქვათ გავაკეთებთ ბანერს, მე ამას გავუშვებთ რეკლამირებაზე, დავახარჯავთ სიტყვაზე $2,000 და ეს იმუშავებს. საბოლოო ჯამში მათი რეკლამირება ბუნებრივია, აქ დარგის ასე ვთქვათ ცოდნეების ზიხართ და იცით, რომ ზედმეტად ძვირი ჯდება, ამიტომ ეს შეცდომა ამ შეცდომას ბევრი უშვებს. არ მინდა გეგონოთ, რომ ჩვენ მარტო ფოკუსირდებით და ვთამაშობთ აი ამ პატრიოტიზმის ვთქვათ განცდებზე და არაფერს არ ვსაუბრობთ ჩვენ სერვისზე. ეს ასე არ არის. საბოლოო ჯამში ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც მინიმუმ იგივე ან უკეთეს ხარისხს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, ასევე პლუს ამას ემატება უკვე ის ემოციური ფაქტორი და ჩემმა წინა გამომცვლელებმაც ბევრი ისაუბრეს ამაზე, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგში ადამიანის გულის გასაღების პოვნას. ის რომ ჩვენ ადამიანის გულის გასაღები ვიპოვოთ, ეს ძალიან რთულია და ჩვენ ეს კოზირი ხელში გვიჭირავს ამ წამს და ამიტომაც ამ კოზირს არც ერთ შემთხვევაში არ ვანიავებთ. ხო, შემდეგი უკვე ეს იყო სტანდარტული ერთი ვცადეთ, მაგალითად რომ მოგვესინჯა, როგორ იმუშავებდა აი სტანდარტული ფასდაკლების რეკლამა, ბევრი კომპანიის შეგხვედრიათ YouTube-ზე მუდმივად ხტება ხოლმე და ყველას ნერვებს გვიშლის. და საბოლოო ჯამში შედეგი იყო ის, რასაც მოველოდით. ანუ შედეგი იყო ის, რომ აი ეს რეკლამა რომლის ვიდეოსაც ისევე ვნახულობთ, ანუ ეს რეკლამა ბევრად უფრო ძვირი გვიჯდებოდა. ამიტომ ჩვენ მათ შორის გადავწყვიტეთ, რომ მარკეტინგის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსუყე მიმართულება და საკომუნიკაციო ადამიანებთან საკომუნიკაციო ხაზი აგვეგო სწორედ იმაზე, რომ ეს არის ქართული, ეს არის ავთენტური, თანაც სახელიც ისეთი გვინდოდა ყოფილიყო რაში, რომელიც ასოცირდება, ვთქვათ, სისტრაფესთან, თანაც არის ქართული მითოლოგიის მფრინავი ცხენი და ფერიც ისეთი შევარჩიეთ, რომელიც ასოცირდება რაღაც დინამიკასთან, რაღაც ამბოხებულთან, რებელიზმთან და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ ჩვენმა, ასე ვთქვათ, მარტივმა ეს რაღაც 2 დღეზე იყო ეს რეკლამა გაშვებული, მარტივმა ექსპერიმენტმა ზუსტად იგივენაირად გაამართლა. ვერ ვეჯიბრებით, მოკლედ რო ვთქვა, ჩვენი არსებული ბიუჯეტიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე იმ დიდ კომპანიებს, რომლებიც 10 წელია და მეტი ბაზარზე არიან და რაღაც მილიარდების შემოსავლები აქვთ. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი ჩვენ ისევ გადავდგეთ მარკეტინგში და გავაკეთეთ, ისევ შემიშალა, გავაკეთეთ ესეთი ბანერი, რომელიც დავარეკლამეთ და რომელმაც მინდა გითხრათ, რომ მე განახებთ შედეგებს რეკლამირების. ესეც იყო საბოლოო ჯამში იგივე, ვთქვათ, მინიშნება არის მარცხენა მანქანაზე, ყვითელზე, რომელიც არის ძველი რუსული მოფახფახებული, თანაც კონკურენტის ფერსაც ასახავს, რომელსაც არ ვასახელებ. და ჩვენი წითელი, ახალი რაღაც ენერგიით და სისწრაფით სავსე. აქაც იგივე შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ რაღაცა ზედმეტად ხო არ ვართულებს, ზედმეტად უტრირებული ხო არ არის, ზედმეტად პათეტიკური ხო არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ არ გვაინტერესებს. იმიტომ რომ პრაგმატულად, მადლობა. იმიტომ რომ ჩვენი პირადად ჩემი გულის გამოძახილიც არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერს ასე ვთქვათ, ყველაფერ რუსულს, ყველაფერ პრორუსულს მე პირადად ძალიან ვეწინააღმდეგები და ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ წამს იმის, რომ ჩვენ უკეთესი შეგვიძლია და ჩვენ შეგვიძლია, რომ აღარ გამოვიყენოთ საერთოდ მაგათი არაფერი. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი გულის გამოძახილიც არის, მათ შორის, სწორედ ამიტომ ვდგავთ ესე თამამ ნაბიჯებს და კიდევ უფრო მეტ თამამ ნაბიჯს გადავდგავთ საბოლოო ჯამში, მინდა დაგარწმუნოთ. და ამასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა. ხედავთ, რაღაც 500-მდე გაზიარება აქვს და დღემდე ზიარდება, იმიტომ რომ ეს რეკლამები ეს რეკლამა კონკრეტულად გაჩერებულია, მაგრამ დღემდე ზიარდება და ასევე ბევრი, ასე ვთქვათ, დადებითი კომენტარი ვიხილეთ და ტელეფონ, ანუ ჩვენი call center-ი გავხსენით ეხლა ხას და ძალიან ბევრი რეკავს, რომ აი ყოჩაღ ამას ველოდებოდი და აი ამ შემართებით არის ძალიან ბევრი. ეს არის მე კონკრეტულად აი ამ რეკლამის შედეგი $61, ისევ ერთი engagement-ის ფასი, ასე ვთქვათ, ძალიან დაბალია და უფრო მეტად ეს შედეგები არის ორგანიკით მოსული.
ხო, ეს არის ჩვენი განვლილი გზა. მე აქ ვსაუბრობ მხოლოდ კონკრეტულად Facebook-ის და Instagram-ის მიმართულებაზე. ჩვენ საკომუნიკაციო ველი ასევე TikTok-ზეც გვაქვს და ამას ერთი ცალკე workshop-ი კიდე რო დამითმონ შეიძლება არ მეყოს. იმდენად საინტერესო და იმდენად ახალი თემა არის. აქაც დაახლოებით იგივე ასე ვთქვათ, მიმართულებას ვირჩევთ საკომუნიკაციო ველის თვალსაზრისით და მინდა გითხრათ, თუ რა არის ჩვენი, ასე ვთქვათ, traction-ი, ანუ რა შევძელით არასრული 3 თვის მანძილზე შეზღუდული ბიუჯეტით და გეტყვით, რომ დაახლოებით $3000-მდე გვაქვს ჩვენ რეკლამებში დახარჯული ყველა პლატფორმის მასშტაბით, რაც დამეთანხმებით, რომ არის ზღვაში წვეთი იმ კომპანიებისთვის, ჩვენი კონკურენტებისთვისაც და ასევე დიდი კომპანიებისთვისაც. 85,000 მომხმარებელი ყავს, 1600 ვერიფიცირებული უკვე დადასტურებული მძღოლი, რომელიც მზად არის, რომ რიგი მათგანი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს და 10,000-ზე მეტი შესრულებული მგზავრობა შევასრულეთ ამ ხნის მანძილზე შეზღუდული ბიუჯეტით. ანუ საბოლოო ჯამში ამითი რისი თქმა მინდა და მინდა დაგარწმუნოთ და გითხრათ, რომ არ შეშინდეთ იმისი, რომ თქვენ შეიძლება ჯიბეში ქეშად $50,000 არ გედოთ მარკეტინგისთვის, არ შეშინდეთ იმის, რომ თქვენი კონკურენტები გაჯობებენ, თავიდან აუცილებლად გაჯობებენ თქვენი კონკურენტები და იმიტომ რომ მეტი გასახანი აქვთ და ბაზარზე არიან. თუმცა თუ თქვენ გაქვთ მოწოდება და გჯერათ იმის, რასაც აკეთებთ, შეიძლება რომ ისეთი ხრიკებით, რაც ბევრს არ უცდია და ჩვენ არა მხოლოდ სოციალურ მედიის მიმართულებით მარკეტინგში კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცას ვაპირებთ კამპანიის თვალსაზრისით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეგიძლიათ გახდეთ მნიშვნელოვანი მოთამაშე 3 თვის მანძილზე მაგალითად და ის ფაქტი, რომ ჩვენზე უკვე ძალიან გაბრაზებულია ეს ერთი დიდი კომპანია და თავიდანვე ცდილობს ჩვენ რაღაცეებში გახლართვას, ესეც ადასტურებს იმას და ეს საბოლოო ჯამში ჩვენთვის ძალიან კაი სიგნალი არის. მე ჩემი გუნდის წევრებს ვეუბნებოდი, რომ აი ჩვენ წინააღმდეგ როცა დაიწყება რაღაცა კამპანია, ან ვიღაცა რაღაცას შემოგვითვლის, ან ვიღაცა შეიტანს ჩვენ წინააღმდეგ სადმის არჩევს მას კონკურენციის ააგენტოში, ან ასე შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაგარი სიგნალი. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე საქმეში ვართ რა. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას დავაინტერესეთ და ვიღაცას საფრთხე შევუქმნით. საფრთხის შექმნაში გულისხმობ კონკურენციას და ყველა კონკურენტი შეშინებულია ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენით, მაშინ როცა ანუ ორ მოთამაშეს შორის დომინირებას აქვს ადგილი რა. და ანუ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პირად ინვესტიციით, ჩვენი მიღებული შემოსავლით მოვახერხეთ ის, რომ თბილისის მასშტაბით გავხსენით 2 ახალი ოფისი. ეხლა ვამატებთ კიდევ თბილისის მასშტაბით 3 ახალ ოფისს. ეს ოფისები ემსახურება პირველ ეტაპზე მძღოლების მაქსიმალურად ჩართულობას და აქაც მინდა გაგიმხილოთ ის ფაქტი, რომ ალბათ გეცოდინებათ, რომ ტაქსის მძღოლები ცოტა სხვანაირი ხალხია, სხვა ფსიქოლოგიის ხალხია. ჩვენ თავიდან დავიწყეთ ამ ხალხზე რეკლამირება, დიჯიტალ მარკეტინგით, ასე შემდეგ, მაგრამ პირველი მესიჯი ყოველთვის რაც მოდიოდა, ანუ თავიდან არ ქონდა ტაქსოპარკი და პირველი მესიჯი რაც მოვიდოდა, რომ აი გავიგე პირობები ყველაფერი ის, მაგრამ ოფისი სად გაქვთ რა? სად შეიძლება მოვიდე და ვის დაველაპარაკო, რომ ვიცოდე, რომ რაღაცა რომ მომინდეს იმ ადამიანს შემიძლია რომ მივადგე მე. მაგრამ ჩვენი კონკურენტები ამას არ აკეთებენ, არც ერთს საკონტაქტო პირი ესე რომ აი ვინ არის პასუხისმგებელი მითხარი, რომ რაღაცა რომ მიჭირს მივიდე, ამას არ აკეთებენ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ერთი გავხსენით სანაპიროზე, ერთი გავხსენით გლდანში, ორივე აქტიურად მუშაობს და ორივე არის მძღოლების მოზიდვაზე, ინტეგრაციაზე და ამ ხალხის მაქსიმალური ჩართულობაზე ორიენტირებული. და ამის შემდეგი სლაიდი მე მგონი ეგ არის. ამიტომ ეხლა მე მინდა ესეთი რაღაცა დავაანონსო, ჩვენ ამას არ ვაპირებდით საბოლოო ჯამში იანვრამდე, ანუ ფიქრობდით, რომ 25 წლის დასაწყისისთვის შეგვეძლო რომ დაგვეწყო, იმიტომ რომ აქამდე ჩვენი runway გაწვდებოდა, ასე ვთქვათ, თუნდაც მძღოლებისთვის ძალიან კარგი შეთავაზებების და ძალიან კარგი პირობების შეთავაზებას, მაგრამ მე როცა მითხრეს რომ აქ შეიძლებოდა რომ გამოსულიყავი, ვიფიქრე რომ ამაზე კარგი აუდიტორია პირველ რიგში აზრის გასაგებად, პირველ რიგში მოსაკითხად შეიძლებოდა რომ ამ ხრის მანძილზე არც მომცემოდა. ამიტომ ჩვენ ახლა პირველად თქვენს წინაშე ვაანონსებთ seed rounds, ინვესტიციის seed rounds, რაც მოიცავს იმას, რომ ჩვენი აქციების 10% გამოგვაქვს, ან კომპანიის წილის 10% გამოგვაქვს და ვყიდით ნებისმიერ ადამიანზე, ეს იქნება ერთი ინდივიდი, ეს იქნება ინვესტორი, angel ინვესტორი, ვენჩურული კაპიტალის რომელიმე
ფორუმი თუ ასე შემდეგ და ვამბობთ, რომ კომპანიის 10% გამოგვაქვს გასაყიდად, ეს 10% არის დაყოფილი 1000 ცალ აქციად და თითო აქციის ღირებულება არის $200. ანუ მინიმალური, ასე ვთქვათ, ინვესტიციის ოდენობა არის $200 და ჩვენი მიზანია, რომ დაახლოებით 2, მაქსიმუმ 3 თვის მანძილზე $200,000 ინვესტიცია, პირველი seed round-ის ინვესტიცია ავწიოთ და მე მინდა, რომ ასევე, ანუ მე სტარტაპის და ტექის მიმართულებაში ვარ დაახლოებით 6 წელია და ყოველთვის მაინტერესებდა აი მეც რომ დომოდა მაგალითად, აი მაგ მაგალითად ზედმეტი $600 რა. მიდევს სადღაც ასე კრიპტოში მაგ მაგალითად და მინდა რომ მაგალითად ჩავდო რომელიმე სტარტაპში რა, გაურისკო ესე ვთქვათ. მაგრამ ესე ღია seed round-ი ამ ქვეყანაში არ ყოფილა. სტარტაპერები ყოველთვის დგებოდნენ, მიდიოდნენ ვიღაცა ინვესტორებთან, დაუჯდებოდნენ ლაპარაკში, იმათ თხოვდნენ რომ ეს ჩადე ის, უხსნიდნენ, მაგრამ როგორც ასეთი რომ ღია seed round-ი ყოფილიყო და ხალხი მოსულიყო თავისი აზრი გამოეხატა, შეიძლება ვიღაცა $200-ით მოსულიყო, შეიძლება ვიღაცა 100,000-ით მოსულიყო რა. ესეთი ღია seed round-ი არ ყოფილა. ამიტომ პირადად მე მინდა რომ პირველ რიგში გამოვცადო, როგორია ეს. პირველ რიგში მე აზრი მოვისმინო და მე უკვე ინვესტიციების მოზიდვაზეც გადავიდე. ამიტომ ეხლა თუ თქვენ ამ QR კოდს დაასკანერებთ, თქვენ აქ ნახავთ დეტალებს, თქვენ შეგიძლიათ რომ გაუზიაროთ, რა ვიცი, ნებისმიერს, ვინც დაინტერესებული არის და მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ 1 წლის მერე თუ კიდე მომეცემა შანსი, გიგი სად არის? თუ კიდე მომეცემა შანსი ამ სცენაზე დგომის, მინდა დაგარწმუნოთ და გითხრათ, რომ აი როგორც ბიტკოინის ფასი გაიქცა, ხო გახსოვთ, აი ცენტები რო ღირდა. და რო არ ვიყიდეთ. შეიძლება იგივენაირად მოხდეს ეს ხა იმაში არ ჩავმართოთ, რა ქვია. ზედმეტად ტრაბახში. მაგრამ თბილისში რო გახვალთ ქუჩაში და ეხა გეტყვით, რომ პირველ 100 წალ მანქანას ბრენდავთ, თბილისში რო გახვალთ და რაშის სტიკერიანი მანქანები რო შეგხვდებათ და მე რო დაფიქსდებით თქვენ თავში და იტყვით რომ რაღაცა $500 მაინც ჩამედო იქნება რაღაცა იქნათო, მე შეიძლება გვიანი იყოს. ამიტომ თავიდანვე გაუზიარეთ ვისთვისაც გასაზიარებელია, ასე ვთქვათ. ხო, და ბოლოს ეს არის ჩემი LinkedIn-ი, შეგიძლიათ დამაკონექტოთ, ძალიან გამიხარდება თითოეული თქვენგანის connection იმის ნახვა, რა ქვია, messages. იმიტომ რომ პირველ რიგში ინვესტიციას რო თავი დავანებოთ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარებაც. მე უფრო ტექის და სტარტაპების და ასე შემდეგ მიმართულებით უფრო კომპეტენტური ვარ, ვიდრე თქვა ციფრული მარკეტინგის. თქვენ ცოდნას და გამოცდილებას გამიზიარებთ, მე სიამოვნებით, რაც შემეძლება დაგეხმარებით და არ ვიცი, დავკონტაქტდეთ, ასე შემდეგ, ძვირფასი ხალხი ხართ, მოკლედ ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო სულ ჩემი გამოსვლა.